მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის დეკემბრის ტარო პროგნოზს მშვილდოსნებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია. მე-16 მაღალი არკანი კოშკი, მნიშვნელოვანი პარათია ამ პოზიციისთვის, საკმაოდ რთული ამოცანების წინაშე დადგებით ამ პერიოდში. ერთი მხრივ ეს არკანი მიუთითებს რთულ კრიზისულ პერიოდზე, რადგან ამ პერიოდში მოგიწევთ უარი თქვათ თქვენს ჩვეულ ადრინდელ ცხოვრების წესზე, სტილზე, რეჟიმზე, ჩვევებზე, რომელიც ვერ მოდის თანხვედრაში იმ მომავალთან, რომელსაც სამყარო გიმზადებთ, განსაკუთრებით მავნე ჩვევებზე, მოწველებულ მიდგომებზე და შეხედულებებზე, დამოკიდებულებებზე და ზოგადად მსოფლო მხედველობაზეც. ისეთ ტრადიციებზე, რომელთაც არავითარი პრაქტიკული, ემოციური ან სულიერი მნიშვნელობა აღარ აქვს თქვენთვის. ადამიანებზე, რომლებიც ხელს გიშლიან წინსვლასა და განვითარებაში. მათ შორის შესაძლებელია საუბარი იყოს ახლობელ ადამიანებზეც. ეს ენერგია გათავისუფლებთ ყველაფერ დაძველებულისგან, ვადაგასულისგან თქვენს ცხოვრებაში და ეს გენერალური წმენდა ყოველთვის დაკავშირებულია სტრესთან, ძლიერ ემოციებთან, დაბნეულობასთან, გარკვეულ შიშებთან, რომ კარგავთ ბევრ მნიშვნელოვანს და საყვარელს, თუმცა მეორე მხრივ ეს გათავისუფლება გაძლევთ შანსს ბევრად საღადაღიქვათ ახალი შესაძლებლობები, გაიაზროთ გამოწვევები, რომლის წინაშეც გახართ ან დადგებით უახლოეს მომავალში და შეძლოთ გადახვიდეთ განვითარების, განსაკუთრებით სულიერი განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე, სადაც შეძლებთ ახლებურად, მეტი სისავსით და უფრო მასშტაბურად რეალიზდეთ მატერიალურ სამყაროში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. თასების ორიანი, პოზიტიური ემოციების ბარათია, განსაკუთრებით ეს ენერგია შეეხებათ წყვილებს, დეკემბრის განმავლობაში გაიზრდება თქვენი თანამოაზრეობა, სიყვარულის და ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერის გამოვლენის სურვილი, ზრუნველობა, შესაძლებელია გაგიჩნდეთ სურვილი სიურპრიზების გაკეთების, რომანტიკული საღამოების ან სულაც რომანტიკული მოგზაურობის მოწყობის, მათთვის ვისაც დაძაბული ურთიერთობა გაქვთ დეკემბერში, შესაძლებელია ყველაფერი კარდინალურად შეიცვალოს უკეთესობისკენ და მათაც ვინც ამ პერიოდს მარტო ხვდებით, ეს არკანი მიუთითებს, რომ მოგეცემათ შანსი, გაიცნოთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მეოთხე მაღალი არკანი იმპერატორი, ძალიან ძლიერი ენერგიის ბარათია, დეკემბრის განმავლობაში შეძლებთ თქვენი პირადი ცხოვრების ბევრი ასპექტი დაალაგოთ და შექმნათ თქვენთვის სასურველი წესრიგი, მოიწყოთ ერთგვარი კომფორტის ზონა, თუ დაოჯახებული არ ხართ, შესაძლებელია ეს ბარათი დაქორწინებაზეც მიუთითებდეს, თქვენი ურთიერთობის გაოფიციალურებაზე, ასევე შესაძლებელია გადაწყვეტილება მიიღოთ ერთად საცხოვრებლად გადასვლასთან, ან უკვე არსებული საცხოვრებლის შეცვლასთან დაკავშირებით და დაიწყოთ ამ საკითხებზე ზრუნვა. ამ პერიოდში ასევე შესაძლებელია მოგიწიოთ გარკვეული იურიდიული დოკუმენტების ან სხვა საბუთების მოწესრიგება, ძველი საბუთების აღდგენა, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ყველაფერი გამოგივათ, იქნებით თავდაჭირებულები და საკმაოდ პრინციპულები თქვენს გადაწყვეტილებებში. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს,
მონეტების ორიანი. თქვენთვის დეკემბერი საკმაოდ აქტიური პერიოდი იქნება. შესაძლებელია ერთდროულად მოგინდეთ ან მოგიწიოთ რამდენიმე ურთიერთობის პარალელურად წამოწყება. უпростоრად მოგინდებათ მოსინჯოთ და გამოსცადოთ რამდენიმე ადამიანი თქვენთან დამოკიდებულებაში და სამომავლოდ საქციელის მიხედვით გააკეთოთ საბოლოო არჩევანი. ასევე შესაძლებელია მოგიწიოთ დროის განაწილება, რომ არც დატვირთულ სამუშაო გრაფიკს და საქმეებს მოაკლოთ ყურადღება და პირად ცხოვრებასაც დაუთმოთ დრო. თუმცა ბარათების ასეთი კომბინაციით გეტყვით, რომ ამ პერიოდში ადვილად გაართმევთ თავს ამგვარ გამოწვევებს. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ დეკემბერში საქმიანი სფერო. თასების დედოფალი. ამ პერიოდს საკმაოდ მშვიდად და ჰარმონიულად გაივლით. თავარია მოქმედებისას და გადაწყვეტილების მიღებისას ენდოთ საკუთარ ინტუიციას და მიყვეთ გულის კარნახს. თქვენ შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი რესურსი მაქსიმალურად, იქნებით კეთილგანწყობილები, მოგინდებათ დახმარების ხელი გაუწოდოთ სხვებს, საქმეში შეძლებთ იყოთ კრეატიულები და საკმაოდ არაორდინალური გზებით მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების დედოფალი. ამ პერიოდში თქვენ გექნებათ ყველანაირი რესურსი, რომ გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესო მხრიდან. თქვენ გაქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ამისთვის, საქმის ორგანიზების დამართვის კარგი უნარები. ამ პერიოდში ისარგებლებთ კარგი რეპუტაციით, როგორც მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, გექნებათ მხარდაჭერა კოლეგების და თანამშრომლების მხრიდან, კიდევ უფრო მეტად იგრძნობთ პატივისცემას, აღიარებას, დაფასებას, იქნებით მიზანდასახულები და გეგმაზომიერად მიყვებით კარიერულ კიბეს, რომელზეც ამ პერიოდში სავსებით შესაძლებელია მინიმუმ კიდევ ერთი საფეხურით ამაყლდეთ. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, ხმლების ცხრიანი, თავსმოხვეული შიშების ენერგიაა. ამ პერიოდში შესაძლებელია გქონდეთ უპერსპექტივობის განცდა, გარკვეული ნიჰილიზმი და ამ განწყობამ შესაძლებელია უმოქმედობისკენ გიბიძგოთ. გირჩევთ არ აყვეთ ემოციებს, გახსოვდეთ, რომ ცდელობას ყოველთვის აქვს აზრი, არავითარ შემთხვევაში არ შეგება რომ ეჭვის საკუთარ შესაძლებლობებში, მოიკრიბეთ ძალა და ენერგია, ჩამოყალიბდით რომელ სფეროში და როგორ გინდათ თვითრეალიზდეთ და გაბედულად იარეთ წინ დასახული მიზნების მისაღწევად. მათთვის კი ვინც თვით დასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების ტუზი, შემოქმედებითი ენერგიის ძალიან პოზიტიური ბარათია. დეკემბერში მკვეთრად გამოავლენთ თქვენს პოტენციალს, კრეატიულ მიდგომებს, შესაძლებელია სრულიად ნოვატორულ ხედვებს, იქნებით თავდაჯერებული, ენერგიით და პოზიტიური ემოციებით სავსე. გამორიცხული არ არის ახალი გარიგებები და ახალი ხელშეკრულებები გააფორმოთ, რაც სამომავლოდ თქვენი ბიზნესის გაფართოებას და მასშტაბირებას შეუწყობს ხელს. სრულიად შესაძლებელია უკვე არსებულ საქმეს ახალი მიმართულებები დაამატოთ, შეძლებთ მოიზიდოთ ახალი კლიენტები, სწორად მართოთ ფინანსები და თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებული ადამიანების გუნდთან, შეძლებთ აამაღლოთ მათი мотивაციაც, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება თქვენს საქმეზე. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს დეკემბერში, პირველი მაღალი არკანი მაგი, ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, თავარია გაიაზროთ ეს თქვენი შესაძლებლობები, გაიაზროთ რომ ყველაფერს მართვა ჭირდება, მათ შორის ფინანსური მენეჯმენტი უმნიშვნელოვანესია, ფიქრობ ამასთან დაკავშირებითაც გაგიჩნდებათ ახალი მოსაზრებები, მათ შორის შემოსავლების ახალი წყაროების გაჩენის იდეები, ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ დაიწყოთ დანაზოგის გაკეთება, ან მოიძიოთ შესაბამისი ინფორმაცია და გააკეთოთ სწორი ინვესტირება. ასევე საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეძლებთ კრედიტის აღებას ან მნიშვნელოვანი შენაძენების გაკეთებას. ამ პერიოდში მთავარია გაზარდოთ თქვენი პასუხისმგებლობა და აზროვნების მასშტაბი ამ მიმართულებით და აუცილებლად შეძლებთ ფაქტობრივად მაგიური გზით გაზარდოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობებიც. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მესამე მაღალი არკანი იმპერატორი ქალი.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საკმაოდ ტურბულენტურად გამოიყურება, თქვენ ფლობთ ყველა რესურსს, ჯანმრთელობას, ცოდნას, გამოცდილებას, იმისთვის, რომ ეს პერიოდი პოზიტიურად გამოიყენოთ თქვენში მომწიფებული ცვლილებების განსახორციელებლად. მთავარია არ შეუშინდეთ სირთულეებს, იყავით მტკიცე საკუთარ გადაწყვეტილებებში და იმოქმედეთ თავდაჯერებულად და გაბედულად. სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ ნებისმიერ წამოწყებაში წარმატება გელით. ასეთი იყო 2025 წლის დეკემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი მშვილდოსნებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.